მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჯვაროსნებმა ბულგარეთი 3-0 დაამარცხეს. ბულგარეთის გარდა ჩვენ ჯგუფში თურქეთი და ესპანეთი არიან და ესპანურ პრესაში ვილი სანიოლის გუნდის გამარჯვება უყურადღებოდ არ დარჩენილა. კვარაცხელიამ თბილისში შოუ დადგა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. პარის სენ-ჟერმენის ფეხბურთელმა და საქართველოს კაპიტანმა პირველი გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს ულიდერა. მის გარდა გაგნიძემ და მიქაუტაძემ მას გამოიჩინეს თავი. ბულგარეთის იმედმა მხოლოდ 4 წუთს გასტანა. სტუმრებმა მატჩი კარგად დაიწყეს და მამარდაშვილს ორჯერ მოუწია თამაში ჩართვა, თუმცა შემდეგ უკვე დასვენების საშუალებაც მიეცა. ბულგარეთის აქტიურობის შემდეგ საქართველომ ბურთი დაისაკუთრა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ორივე გუნდი ერთ კარში ცდილობდა გოლის გატანას. ბულგარელთა შეცდომებისა და არაზუსტი გადაცემების წყალობით მასპინძლები ბურთს სწრაფად იბრუნებდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეცდომის შედეგად სწორედ კვარაცხელიამ გახსნა ანგარიში, ხოლო შესვენებამდე საქართველომ მეორე გოლიც გაიტანა. მეორე ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ და ბულგარეთმა ის მცირე მომენტუმიც დაკარგა, რაც ჰქონდა. სტუმრები ცდილობდნენ, მაგრამ მამარდაშვილს სერიოზული საფრთხე ვერ შეუქმნეს. საქართველო თამაშს აკონტროლებდა და მიქაუტაძემ საბოლოო წერტილი დასვა 3-0. ორი ტურის შემდეგ ჯვაროსნებს 3 ქულა აქვთ და თუ თურქეთსა და ესპანეთს ფეხი დაცდებათ, საქართველომ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის მოულოდნელი კანდიდატის როლი შეითავსოს. რაც შეეხება ბულგარეთს, რადიკალური ცვლილებების გარეშე ისინი ბოლო ადგილზე აღმოჩნდებიან. წერს გამოცემა AS-ი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ შეხვედრას ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, 14 ოქტომბერს კი კვლავ სტუმრად თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. წარმატებები ჩვენ ბიჭებს და იმედია შევძლებთ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ლიდერმა და ბულგარეთთან მატჩში გუნდის კაპიტანმა ხუჩა კვარაცხელიამ განვლილი მატჩი შეაფასა და კაპიტნობისგან გამოწვეულ ემოციებზეც ისაუბრა. თურქეთთან მარცხის შემდეგ ვფიქრობდით იმაზე, რომ რო არ წაგვეგო როგორი მდგომარეობა იქნებოდა დღევანდელი მატჩის შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი წინ არის. ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ყველა გუნდთან თამაში და გამარჯვება შეგვიძლია. ოქტომბრისთვის მაქსიმალურად უნდა მოემზადოთ. კლუბებში ვითამაშოთ და იდეალურ კონდიციებში დავბრუნდეთ, რათა ოქტომბერში ორივე თამაში წარმატებით დავასრულოთ. კაპიტნობა? ამაზე ოცნებაც რთული იყო. არ წარმომედგინა, რომ ერთ დღეს შესაძლოა გუნდისთვის და მით უმეტეს საქართველოს ნაკრებისთვის მე კაპიტნა. ძალიან ბედნიერი ვარ. ამ პასუხისგებლობას ვგრძნობ, მაგრამ რა თქმა უნდა, სანამ კაშო ფეხბურთს თამაშობს, ჩვენი კაპიტანი ის იქნება. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა მითხრეს, რომ კაპიტანი უნდა ყოფილიყავი და ვფიქრობ, ამ ყველაფერს თავი კარგად გავარდვი. რა ვუთხარი გუნდს? კაშო ყველას აძლევდა უფლებას, რომ თუ ვინმეს რამე აქვს სათქმელი ითქვას. განსაკუთრებული არაფერი მithkoms. ყველა ერთმანეთს ვამხნევებდით. მნიშვნელობა არ ქონდა მემეკეთას ამკლაური თუ სხვას. გუნდში ისეთი სიტუაციაა, რომ ყველა აძლევს თავს იმის უფლებას, რაც უნდა ითქვას. მოტივაცია მოგცეს და გუნდი გაამხნევოს. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ქულები აიღო. ორი ტურის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდს 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მეორე ადგილზე აღზევდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ განვლილი მატჩი ბულგარელმა ფეხბურთელებმაც შეაფასეს და მარცხის მიზეზებზე ისაუბრეს. რას იძახის ანტონ ნედიალკოვი. ქართველებმა რიგ სიტუაციებში ჩვენზე უკეთ ითამაშეს და ცოტა უფრო მეტად გაუმართლათ. ესპანეთთან გაცილებით უკეთესი მატჩი ჩავატარეთ. ნაკრებში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, როგორც კოლექტიურად, ისე ინდივიდუალურად. გუნდური თამაშია საჭირო. სწორედ ამის გამო გავუშვით ასეთი სასაცილო გოლები. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ბულგარული ფეხბურთის დონე არც ისე კარგია. თუ რეალურად შევხედავთ, არ შეიძლება ბულგარეთში მხოლოდ 2-3 გუნდი იყოს, რომლებიც წინ მიიწევენ. ამ გუნდებშიც ბულგარელი ფეხბურთელები უნდა დაწინაურდნენ და მეტი სათამაშო დრო ქონდეთ, რათა ეროვნული ნაკრებიც განვითარდეს. ხომ ხედავთ, საქართველოს ნაკრებში მინიმუმ ნახევარი ევროპის ტოპ ჩემპიონატებში თამაშობს და სად არიან ჩვენი ფეხბურთელები? კლუბების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში კარგი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც თავის კლასს გამოავლენენ. დიახ, გუნდური თამაში და ხასიათი მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთელებიც როგორმე უნდა განვავითაროთ. გეორგი მილანოვი. როგორც წესი, წაგებული თამაშისა და გაშვებული გოლების რაოდენობის გათვალისწინებით განწყობა დაძაბულია. ამას ისიც ემატება თუ როგორ გავუშვით ეს გოლები.
ველოდით რომ დაძაბული და თანაბარი მატჩი იქნებოდა. პირველი 10-15 წუთის განმავლობაში კარგ სიტუაციაში ვიყავით და კარგი მომენტები შევქმენით. გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა ფეხბურთში თუ არ არსებობს და მათი შეცდომების გამოყენება ვერ შევძელით. მათ კი პირიქით ჩვენი შეცდომების გამო დაგვსაჯეს. საქართველოს ძლიერი მოთამაშეები ყავს. ეს მარცხი ყველას გვტკივა, მაგრამ ეს შედეგი დღევანდელ რეალობას ასახავს. ასე და ამგვარად ეს იყო ჩვენი პირველი გამარჯვება ამ ეტაპზე. იმედია მომავალში ბიჭები შეძლებენ და გაუმკლავდებიან ყველა იმ პრობლემას, რომელიც წინ გველოდება და საკუთარი ძალების მაქსიმუმის ჩვენებას შეძლებენ. ჩვენ კი ჩვენ სტილში გავამხნევთ ისინი და კომენტარებში დავწეროთ #ჩვენგვჯერა, რადგან ეს მართლაც ასია, მე პირადად მჯერა რომ ჩვენი ბიჭები ყველაფერს თავს გაართმევენ. დღევანდელი ჩვენი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა, იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში არ დაიზარო და დააჭირე ლაიქის ღილაკს, რადგან ასე ამ ვიდეოს უფრო მეტი ადამიანი ნახავს. ასევე გამოიწერე არხი, რადგან ჩვენ ვუახლოვდებით 60,000 გამომწერს. მადლობა ყურადღებისთვის, მე კი გემშვიდობებით და აბა მომავალ შეხვედრამდე.